დღეს ვიღებ ისევ ახალ ვიდეოს და მოკლედ მინდა რომ YouTube-ი გავაგრძელო. ძალიან მომწონს ზოგადად ვიდეოების გადაღება და მინდა რომ YouTube ვიდეოების გადაღება ისევ გავაგრძელო. გვერდზე ვინც მიდგას, ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის ჩემი მეგობარი, ნიკნეიმიდან გამომდინარე, სახელი მისი დათოა. დღეს ის ჩემთან ერთად ითამაშებს, მაგრამ პატარ-პატარა ხარვეზების გამო თქვენ მის ხმას ვერ გაიგებთ, რადგან ეკრანის ჩამწერი უბრალოდ არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მისი ხმაც გამოვიყენო. თუ რამის თქმა მოუნდება, გადმოგცევთ მე. აუცილებლად პირველ რიგში დაალაიქეთ ვიდეო, თუ მოგწონთ ასეთი ტიპის კონტენტი, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ძალზღილაკი, რადგან არ გამოტოვოთ სხვა ჩემი ვიდეოებიც. მოკლედ, შემოვედით Grow a Garden-ში 2 წუთში, როგორც ხედავთ, ახალი ივენთი იწყება და საკმაოდ კარგ საჩუქრებს გვაძლევს ამ ახალ ივენთზე. ამიტომაც ძირითადად Grow a Garden-ში ამ დროს შემოვდივარ, როდესაც იწყება ხოლმე ეს ივენთი. კარგი ფეთები მყავს, როგორც თქვენ ხედავთ, შვენიერი ფეთები მყავს, როგორც უკვე გაჩვენეთ. ყველაზე კარგი ფეთი არის ეს კალია შუაში, რომელიც არის. ქართულ სახელებს დაუძახებ, მოდი, ინგლისურებს მაინც არა. ეს რამხელა ის მქონია ყურძენი, ეს ეხა შევამჩნი. ავძვრეთ, მოდი და ავიღოთ გაზაფხულის, კი არა და ზაფხულის ევენთის რაღაცეები, რომ ჩავაბაროთ. მაგალითად ბანანი და ცოტა ჭედვებიც იქნება, რის გამოც ბოდიშს გიხდით. ხმა ამჯერად გათიშული მაქვს, რადგან წინა ვიდეოზე ამის გამო ჩემი ხმა საერთოდ არ იცმოდა. არ მაქვს ისეთი დევაისი, რომ არ გაჭედოს და როდესაც ვინმე შემოდის თამაშში, ძალიან მიჭედავს. ამიტომაც ნელა-ნელა ყველაფერს მოვხოდავთ და შვენივრად გავაგრძელებთ ვიდეოების გადაღებას და სავარაუდოდ ბევრ გამომწერებსაც დავაგროვებთ. კარგით, მე უკვე ავიღე საჭირო ხილი, რაც მჭირდება გაზაფხულის, კი არა, ზაფხულის, ამ გაზაფხულს რა გადავაკიდე. ზაფხულის ივენთისთვის და მოდი გადავხედოთ პრიზებს, ხო? შეიძლება მოგცეს 100,000 ფული, მოსარწყავი საშუალება, როგორც უკვე ხედავთ და ყველაზე ძალიან მინდა აი ეს Night Egg, ღამის კვერცხი. ღამის კვერცხი იმიტომ მინდა, რომ შესაძლოა დამიგდოს ისეთი ფეთი, საიდანაც არა შეიძლება დამიგდოს ისეთი ფეთი, რომელსაც შეიძლება რომ სხვის გარდენიდან მოიპაროს ნივთები. ხო, რეკუნი ქვია ამ ფეთს. და 20 წამში ფაქტიურად უკვე დაიწყება ჩვენი ივენთი. მაქამდე გადავხედოთ seed shops. ხო არ გვაქვს რამე განსაკუთრებული. events კარგად, ანუ ძალიან კარგად იმასქენი რა events-ზე, ანუ ძალიან კაი რაღაც პრიზები შევიძლია მოვიღოთ. და bell paper-ი ვიყიდე ამ წამს, როგორც უკვე დაინახეთ. და აი დაიწყო summer harvest start-ედო. იმედი მაქვს ჩემი სერვერი კარგად იმუშავებს და კარგად ავიღებ რევარდებს. მოვძებნოთ ჩვენი ვაშლი და დავიწყოთ ჩაბარება. ცოტა მოსაწყენი პროცესია, მაგრამ არაუშავს. გავუძლებთ. ვაბარებთ მაქსიმალურად ყველაფერს, ვიღებთ უამრავ რევარდს. მაგრამ რატომაც ძალიან განთავდა. მიდი, ამ გოგოსთან მიდი. ოპა, რა კვერცხია, მითიკალეგია იქ თუ რამ. ამ გოგოსთან დაელაპარაკე და give all my summer fruits და აგერ დაგეწერება. რა დავაჭირო? give all my summer fruits და აღარიჭვალე. გასაგები. ჩემმა მეგობარმა მითხრა, როგორ უნდა გამეკეთებინა, რომ ყველა ჩემი გაზაფხულის, კი არა და ზაფხულის, რა შევჭამე გაზაფხული. ყველა ჩემი ზაფხულის ფრუტი მივეცი ამ გოგოს, ეს არ ვიცოდი.
მადლობა ისევ და ისევ ჩემს მეგობარს. და 14 ფრუტი მივეცი. კარგი, მაინც გადავამოწმოთ დამრჩა თუ არა? ო, არ დამრჩა. მოდი ავიღოთ ახლა ისევ რაც გვაქვს და რაც უკვე გაიზარდა ჩვენს გარდენში. და ბანანი გაზრდილა. აი ძალიან ცოტა მაქვს ეს ზაფხულის ფრუტები, რის გამოც ცოტა მიჭირს ჩაბარება ხელის. იმიტომ რომ ძალიან ნელა იზრდება ახალი ხილი sugar apple, ძალიან ნელა იზრდება და კივიც მაქვს, ბანანიც, მაგრამ აი ძალიან ნელა იზრდება ყველაფერი. ამიტომ ეხლა ახალ ნაყიდ bell peppers დავთესავ აი აქ. და ვნახოთ, იქნებ კარგად გაიზარდოს, მაგრამ ამივენც ვერ მოუსწრებს. 1400 გვაქვს harvest point-ი, 1400 გვაქვს და ჩემთან 2400-ია ჩემთან. ესით ჩემთან 1400 მინჩანს მე. რატო არ ვიცი? მე ხო ეგრევე ჩავაბარე და ერთმა შეგვებარებინა. ხო, არის. მოკლედ 1400 ჩანს harvest point-ი, რაც ჩემი აზრით საკმარისია იმისთვის, რომ კარგი რევარდი მოგცეს. არა. საერთოდ არა. რავი, იმედია მაინც მოგცევს კაი რევარდს. თუ არაა საკმარისი. მოკლედ ამ ახალ აპდეიტში ვერ გავერკვიე რა. მინდა რომ ეხლა მაინც ისევ გაიზარდოს ესენი და მოდი ამისთვის წავალ და ვიყიდი მოსარწყავ საშუალებას. და ამ დროს მგონი Legender ეგია შოპში. ვიცი კეგია. ეს წეღან ვიყიდე ერთი ცალი ესეთი და ეხლა აღარ მინდა, იმიტომ რომ მაინც შეიძლება გავყიდო მერე ფეთები, რადგან 3-დან 3 ფეთი მაქვს. მოდი ვნახოთ gear shop. და ვიყიდოთ sprinkler-ი, basic sprinkler-ი და მოსარწყავი, სარწყავი. ხელით ნორმალური, ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი. გადავიდეთ ბოლოში. ცოტა არეული მაქვს გარდენი და მოვწყათ ჩვენი ახალი ხილი. ხილი რა წიწაკა. კარგი, აი, ვიპოვენ. დავასხით წყალი უკვე 21-დან მხოლოდ 14 დამრჩა. და როგორც ხედავთ, ძალიან კარგად გაიზარდა. მოდი ბარემ ბოლომდე დავახარჯოთ. და გაიზარდოს. აი გაიზარდა კიდევაც უკვე ხა წესით და მალე უნდა მომცეს ფრუტები, მაგრამ 3500 harvest point-ი 3500 მიჩანს. მშვენიერია. კარგია, 3500 მომეწონა უფრო. სამწუხაროდ არ მაქვს დათესილი ისეთი ხილი, რომელიც სწრაფად მოვა. ანუ სწრაფად მოვიდეს. ეხლა გადავამოწმოთ seed shop-ი და ვნახოთ ხო არ არის რაიმე ახალი. და სამწუხაროდ ძალიან არასასიამოვნო, ანუ ცუდი ხილია. Strawberry ხო ითვლება? Strawberry ითვლება ხო summer ხილად? მომატიც ითვლება, ეგენი ძალიან იყიდე, მაგის საშუალებით ძალიან ბევრი ითვლება. გარდენში და დავთესოთ strawberry-ები. აი ამ ჩამწკრივებას. და იმედი მაქვს strawberry მაინც. პომიდორიც იყიდე. აი strawberry. და პომიდორიც უნდა ვიყიდო აუცილებლად. ვაშლი სიდიც მაქვს, მაგრამ ვაშლი ანუ ჩვეულებრივი ვაშლი არ ითვლება ამ ივენთისთვის და ამიტომ ვაშლს არ დავთესავ. 4000 პოინტი, 4692 პოინტიო, მშვენიერია, ჯერჯერობით ძალიან კარგად მივდივართ. მოდი, ეხლა გავყიდი ყველა იმ ფრუტს, რაც მაქვს ტყუილა ინვენტორში.
და ავიღებ ახალ ფრუტებს. 2 მილიონი, მშვენიერი. როგორც ხედავთ, ფული ბლომად მაქვს და ამაზე მეტიც მქონდა, უბრალოდ გარდენი გავადიდე და ამის გამო ფული აღარ დამრჩა. თან აპდეითებზე, როგორც მოგეხსენებათ, Grove Garden-ში ყველაფერი სტოკშია და ყველაფერია რა, Seed Shop-ში. სტოკში Blox Fruit-დან გადმოვიდა უცბად. Seed Shop-ში ძირითადად კარგი რაღაცეები არის ხოლმე და ამის გამო ივენთის ანუ ახალი აპდეიტისთვის ვინახავ ხოლმე ფულს და ვცდილობ რომ შევაგრო ახალ აპდეიტამდე ფული. ძალიან ხშირად არ ვთამაშობ Grove Gardens. თამაშობ ნორმალურად, არც ძალიან იშვიათად და არც ძალიან ხშირად. აი როგორც ხედავთ უკვე ჩვენი მოსავალიც მოსულა, სანამ მე გავყიდე და ჩავაბარე და დავთესე, ჩვენი მოსავალიც მოვიდა. მოდი ჩავაბაროთ ქალბატონთან ჩვენი ხილი. Take my all summer fruits თუ შეიძლება. დიდი მადლობა. 5666 იძახიან რომ ეშმაკის ციფრიაო, მაგრამ რატომ არ ვიცი. ასევე მინდა შეგახსენოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ძალისხილაკი, რათა არ გამოგრჩეთ ჩემი შემდეგი ვიდეოები. რა თქმა უნდა თუ მოგწონთ ესეთი კონტენტი. დამიწერეთ გავაგრძელო თუ არა ამდაგვარი კონტენტის გადაღება, გავაგრძელო თუ არა Brawl Stars-ის ვიდეოების ჩაწერა, რადგან Brawl Stars-ი ცოტა არ იყოს და მოძველდასავით და თითქმის აღარავინ რაღა კი თამაშობს ხალხი, მაგრამ აი ისეთი აქტივი აღარაა, რომ აი ადრე რომ იყო აქტიურობა, ასეთი აქტივი აღარაა. როგორც ხედავთ, 1 წუთი დაგვრჩა მხოლოდ და არ მახსოვს თუ ავიღე რამე ვაიმე. ცუდ რაღაცას დავაჭირე, გამოიწი. ქალბატონო, ჩაიბარეთ ჩემი ხილი თუ შეიძლება. მორჩი ზედმეტ საუბარი არ გვინდა, ქალბატონო, ხილი ჩაიბარეთ. აი, take my all summer fruits. დამწყები ვარ, არ მაქვს კარგი მიკროფონი, რომ ხმაც კარგი იყოს და რაღაც და ძალიან კარგი ვიდეოები დავდო როგორც ხმით, ასევე ხარისხით. ხარისხი კარგი მაქვს. ვიდეოების ხარისხი ძალიან ცუდიც არაა, ნორმალურია, რასაც გადავხედე. მომწონს დამწყები იუთუბერისთვის, ჩემს თავს ჯერ ვერ ვუწოდებ მართალია იუთუბერს, მაგრამ დამწყები იუთუბერისთვის მაინც მომწონს თქვენი აქტიურობა ლაიქების მხრივ. იმიტომ რომ ჩემი აზრით დამწყები იუთუბერი და პირდაპირ 4 ლაიქი რო ქონდეს ვიდეოზე არ არსებობს. ანუ 4 ლაიქი ეხლა შეიძლება თქვენი ფიქროთ რომ ძალიან ცოტა, მაგრამ ჩემთვის ესეც ძალიან დიდ რამეს ნიშნავს და ჩემთვის მაინც დიდად мотивაციას მაძლევს. ავედით 7030-ზე. Harvest point-ი არის 7030 და წესით, რავი, ასეთი harvest point-ი არასდროს არ ყოფილა ჩემს სერვერზე ყოველ შემთხვევაში. ისევ ჭედვებია. აი როგორც ხედავთ, მარცხნივ შემოვიდა. 895 არის ჩემთან. ჩემთან არის ჯერჯერობით 7000. ჩემ მეგობარს მეც უჩვენებს, მაგრამ სამერი სიტბეგი. Ani sprinkleri მშვენიერი. კარგი რაღაცეები მომცა. მე კარგი რაღაცეები მომცა, კმაყოფილი ვარ. არის ყველაზე კაი ჩემი აზრით. მოიცა. ცოტა მოვიკოჭლებ. მაგრამ სიტპეკი მომცა და არ მიჩანს რომ მომცა. ჩაწერე ბიჭო იმ ანუ სიდებში. აი summer სიტპეკი მქონია. გავხსნათ აბა 1 2 3 დავაი წავიდა. თხოვ რამე კარგი. არა wild carrot-ი. მეორე კარგია. ნახოთ მეორე და wild carrot-ი ისე.
ძალიან ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა ის მომცა, მაგრამ არა უშავს. მაინც კარგია. გადავხედოთ ახლა რეკლაიმერი. ეს არ ვიცი რა საკეთებს რეკლაიმერი. და იმედი მაქვს კარგია. და ჰანი სპრინკლერი მაქვს, თაფლის სპრინკლერი. Oh my gosh. შვენიერი. ვაუ, ჭედავს. ძალიან მიჭედავს, როგორც უკვე გითხარით, საშინლად, სასტიკად. ეს რა პატარა დიაპაზონი ქონია. აი აქ დავდოთ და მორწყას ჩვენი ყვავილები. მაქამდე ავკრიფოთ ჩვენი ყვავილები, რომ გაიზარდოს თაფლიანი ყვავილები. აქამდე არ მოწდება და მოდი ავიღოთ ყველაფერი. ჩემმა მეგობარმა მომცა მუნმელონი, როგორც ვიდეოებში ვნახე, ძალიან კარგი რაღაცა. ანუ შეგიძლია იშო ძალიან ბევრი ფული ოღონ უნდა გქონდეს ბევრი სპრინკლერი. ანუ მოსარწყავის საშუალება. აი ესეთი როგორც ეხლა დამიგდომე. ეს რა არის? ლილაკი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ყვავილი. ჩემ გარდენში ყველაზე ძალიან მომწონს ლილაკი, იმიტომ რომ ყველაზე მეტ ფულს ეგ მაძლევს. ვერ ავხტი. აძვერი. აი, ესენიც ავიღოთ ეს ყვავილები, ყველაფერი. ქოქონათებს ვერ მივწუდები ახლა აქეთ. აი, ეს ავიღოთ, აქეთ ავიღოთ და რატომ გაქრა ჩვენი სპრინკლერი? სპრინკლერი გაქრა. რატომ არ ვიცი? იმედი მაქვს. არა, აშკარად სპრინკლერი გაქრა. ჰანი სპრინკლერი აღარ მაქვს. რატომ გაქრა არ ვიცი. მეც დიდი სამბით შეუდექი მოსავლის აღებას, რომ მეთქი გაიზრდება თაფლიანი თქო, მაგრამ დაგვაღალატა. გვიღალატა ჰანი სპრინკლერი. გავყიდოთ მოდი ჩვენი მოსავალი. 16 მილიონი კარგი თანხაა, მაგრამ არც ისე კარგი ჩემს თანხასთან შედარებით. ძალიან ლამაზი გარდენი აქვს ვიღაცას, ვინც ახლა შემოვიდა. მე პირადად ძალიან მომწონს. ქოქონათით ზევით რაღაც ლამაზად და ძალიან ლამაზი გარდენი. როგორც ხედავთ, 7 ლაიქი აქვს ჩემ გარდენს. ხო, თუ გინდათ ნებისმიერი შეგიძლიათ შემოხვიდეთ, აუცილებლად დაგიმატებთ და ვითამაშოთ ხოლმე ერთად ნებისმიერი თამაში, რასაც თქვენ მოიცნობთ. დაწერეთ ასევე კომენტარებში გავაგრძელოთ თუ არა ასეთი კონტენტი, როგორც უკვე ვახსენე. გონი დრო არის რომ უკვე დავასრულოთ ჩვენი ვიდეოც. აი, ჩემო მეგობარმა კიდევ მომცა მუნმელონი თუ ვათერმელონი, რაც ქვია. გავყიდოთ მოდი ეს ახალი პროდუქტიც და ნელა მივუახლოვდეთ დასასრულს. ხო, გემშვიდობებით ჩემს ულამაზეს გარდენთან ერთად, რომელსაც უკვე 8 ლაიქი აქვს. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო, მოგწონთ იმედია ეს კონტენტი. აუცილებლად დამიმატეთ მეგობრებში და შეგვიძლია ერთად გავერთოთ ხოლმე. და შეიძლება ვიდეოშიც მოხვდეთ, ვინ იცის. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და ნახვამდის.